საიდუმლო ფუნქციებიდან წაშლის არ ფაუერებამდე ან თუნდაც დამალულ შესაძლებლობებამდე. ეს არის 20 ფაქტი 100 ბრაულერზე Brawl Stars-ში, ანუ სულ 2000 ფაქტი. ნაწილი პირველი. დავიწყოთ შელით. კონცეფციაში შელის ყავდა მეგობარი ქათა. მიუხედავად იმისა, რომ სტარჩელი არის ექსკლუზიური სკინი 2018 წლიდან, ის ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სკინი თამაში. როდესაც Brawl Stars-ი ტესტავდა მესამე star power-ებს, შელის ჰქონდა ისეთი, რომელიც აგრძელებდა მის სუპერს, მისი გაჯეტის მსგავსად. 2023 წლის 12 დეკემბერს შელის მოდელი შეიცვალა. შელის ტიტული No Time to Explain არის გადმოძახილი ცნობილი ანიმაციიდან, სახელწოდებით აბა გამოიცანი No Time to Explain. ის არის ერთადერთი common brawler-ი მთელ თამაში. ადრე ეს ადგილი თოფილოდ brawler-ებსაც ეკავა. გლობალურ Brawl Stars-ში უფასო შელის სკინი არის ბანდიტა შელი, ხოლო ჩინურ Brawl Stars-ში უფასო სკინი არის PSG შელი. შელის გამხმოვანებელი სანდრა ესპიონზე ასევე ახმოვანებს ჯეკის და ემზს. You totally deserve that. შელის იარაღი ნამდვილ ცხოვრებაში არის Golden Eagle MH70 Tactical Gas Pump Action Shotgun-ი. მისი სპრეი არის Band-Aid-ი თავის ქალით, მაგრამ Band-Aid-ზე, რომელიც მას აკრავს, არანაირი ქალა არ არის გამოსახული. შელის ადრე ჰქონდა ნორმალური სიჩქარე, შემდეგ ძალიან სწრაფი და ახლა ისევ სწრაფი. მას აქვს გაჯეტი, რომელიც უბრალოდ აჩქარებს მას 2 წამის განმავლობაში და მეც არაფერს აკეთებს. Hypercharge-ის გამოყენებისას ის იბრუნებს 3 ტყვიას, რაც უდრის 1800 დიმეჯს. აი ეს სკინი არის ერთადერთი თავის კატეგორიაში, რომელსაც აქვს განსხვავებული ფერის იარაღი. მისი პინებიდან არც ერთი არ უკრავს I am voice line. ბანდიტა შელის სკინს ადრე ქონდა თავის ქალა თვალის ასახვევზე, ახლა უბრალოდ ჩავია. შელი დაფუძნებულია მონადირეზე I am თამაშიდან. მისი აღწერის მიხედვით, შელის შურს კოლტის, რადგან კოლტი იპყრობს თავარ ყურადღებას. კოლტის მსგავსად, მისი სუპერის ტყვები ხრება კედლის გატეხვის შემდეგ. ის არის ერთადერთი დამწყები ბრაულერი, რომელსაც არ აქვს ლეგენდარი სკინი. შემდეგი ბრაულერი არის ნიტა. ნიტა შეიძლება ერთზე მეტი დათვის დასვენება ბეტა ვერსიაში. მის ტყვეებს შეუძლია კედელში გასვლა თუ სწორად დაუმიზნებ, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ ჩანს. ნიტას ამ გაჯეტს შეიძლება მაშინვე გაეშეშებინა მოწინააღმდეგე. მის სტარ-პაუერთან ერთად ეს ქმნიდა შეუჩერებელ კომბინაციას. ნიტას დათვს ბრუს ჰქონდა სიცოცხლის ავტომატური კლების რეჟიმი. ნიტას გამხმოვანებელი ასევე ახმოვანებს ამ პერსონაჟებს სხვადასხვა ანიმაციებიდან. CCTV ჩანაწერებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ როგორ გამოიყურება ნიტა სინამდვილეში. 2020 წელს, როდესაც ავსტრალიაში გაჩნდა მასობრივი ხანძარი, ნიტა სკინი კოალა ნიტა გამოიყენეს როგორც საქველმოქმედო სკინი. Red Bruce ნიტა იყო პირველი 159 ჯემიანი სკინი თამაში. როდესაც ნიტას გაჯეტი იყო ძალიან ძლიერი, Supercell-მა სცადა 3-ის ნაცვლად 2 გაჯეტის გამოყენების ფუნქციის დანერგვა. Gummy ნიტა სკინში შენ შეგიძლია დაინახო სად იჭრება მისი სახე მისი დათვის კანში. ნიტას პორტრეტი არასოდეს შეცვლია ბეტადან მოყოლებული დღემდე. Hypercharge-იან დათვს არ იქნება უფრო მეტი hitbox მიუხედავად იმისა, რომ უფრო დიდია ზომაში. Task ნიტას ადრე ქონდა ნაცრისფერი თვალები. ამ სპეციფიკურ სკინში ნიტას დათვი დარჩება იმავე ფერის, არ აქვს მნიშვნელობა მოკვდება თუ არა ნიტა. ნიტა ნიშნავს დათვს ლათინო ამერიკულად. ადრე არსებობდა გლიჩი, სადაც ნიტას დათვი ბრუსი ჩნდებოდა ახალი ბრაულერების წინ. ბრუსს იყენებენ მოდელად, როდესაც თამაში ამატებენ ახალ ცხოველს. ნიტას დათვს აქვს იგივე რაოდენობის სიცოცხლე, რამდენიც ფენგს და აკეთებს იგივე რაოდენობის დიმეჯს, რამდენსაც ფენგის მიერ გასროლილი ფეხსაცმელი. ნიტა არის ლეონის და იგი იყო ერთ-ერთი პირველ 15 ბრაულერს შორის ბეტაში. კოლტი. კოლტის ტყვის გაჯეტი აკეთებდა დიმეჯს, რომელიც უდრიდა 6 ტყვიას, ახლა კი უდრის მხოლოდ 2-ს. კოლტს აქვს ყველაზე მეტი სკინი თამაში. 2022 წელს კოლტის გამხმოვანებელი გარდაიცვალა და აქვე ფაქტი. ნოკაუტის მაპზე შეგიძლია დაინახო კოლტის ქანდაკება მის საპატივსაცემად. კოლტს ჰქონდა მესამე star power-ი, რომელიც აძლევდა მას 2000 დიმეჯიან shields. CCTV ჩანაწერების თანახმად, სპაიკის თვალები შეიქმნა კოლტის გასროლის შედეგად, ანუ მისი თვალები არის კოლტის ნატყვიარები. Rockstar კოლტი არის ელვის პრესლის იმპერსონაცია. მისი star power-ით კოლტი ხდება ძალიან სწრაფი და უტოლდება ქროუს და ლეონის სისწრაფეს. ტექნიკურად მას აქვს ყველაზე სწრაფი გადატენვის სიჩქარე მისი გაჯეტი. მექა კოლტის ზედასხეული უფრო ნელა ტრიალებს, ვიდრე ქვედა. მისი star power-ი უმატებს მას ერთი კედლის სწორ რეინჯს, რაც იგივეა ბეტაში არსებული რეინჯის. ვარსკვლავი, რომელიც კოლტის ზურგზეა გამოსახული, ზუსტად იგივეა, რაც ამ game mode-ში გამოყენებული ვარსკვლავი, რომელიც მალევე წაშალეს. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს 2 იარაღი, მას აქვს მხოლოდ 1 იარაღის ჩასადები. მისი სუპერის ერთი ტყვია აკეთებს იმაზე ნაკლებ დიმეჯს, ვიდრე მისი დარტყმის ერთი ტყვია. კოლტი დაფუძნებულია ამ პერსონაჟზე, ამ თამაშიდან. ბანან კოლტს აქვს შედარებით მუქი კანი, რაც სიამდვილეში კარგია. თუ გავიხსენებთ გლიჩს, სადაც ბრაულერების სკინები ძალიან გაღიავდა. კოლტი არის საკმაოდ უიღბლო ამ ანიმაციების მიხედვით. ტყვის გაჯეტი ადრე არ აჩვენებდა ამ სიმბოლოს გამოყენებისას. მისი აღწერის მიხედვით, კოლტი არის მთავარი გასართობი სტარ პარკში. კოლტი იყო პირველი ბრაულერი, რომელიც შექმნეს Brawl Stars-ისთვის. ბული. ბულს აქვს 2 სკინი, რომელშიც კატაა გამოყენებული. ბულის სრული სახელი არის ბულ პლანკო. ბულს ჰქონდა თავისი რესტორანი, სახელად ბულის რესტორანი. როგორი ორიგინალური სახელი. მას ჰქონდა ბაგი, რომელიც აძლევდა მას საშუალებას ესარგებლა Hypercharge-ის უნარებით. 2020 წელს მის ზურგზე გამოსახული სიმბოლო შეცვალა. იყო დრო, როდესაც ბრაულერები აუქმებდნენ მის სუპერს.
ადრინდელი ბულის დიზაინი ასე გამოიყურება. მისი პირველი დიზაინი იყო Viking Bully. ეს იმიტომ, რომ თამაშის ფაილებში სწორედ ესაა მის სახელი. Space Ox Bully იყო პირველი სკინი, რომელსაც ჰქონდა განსხვავებული voice line. Barbarian King Bully სკინი გამოუჩეს Supercell-ის 10 წლის იუბილეის აღსანიშნავად. Bully არის ძალიან მოხუცი. Bully-ს Hypercharge ადრე უკან არ აგდებდა მოწინააღმდეგეებს. ეს სკინი არის ერთადერთი epic სკინი განსხვავებული voice line-ებით. ოიცა, ეს უკვე თქვი? Bully-s profile icon-ი ახლა ზუსტად იგივეა რაც ბეტაში. ადრე არსებობდა Bully-s ვიზუალური გლიჩი, რაც ხდიდა მას საკმაოდ სახალისოს. აღწერაში წერია, რომ ის 2 ვაზნიან იარაღს იყენებს, თუმცა სიამდვილეში იგი იყენებს 3 ვაზნიან იარაღს. ძველ Bulls ერქვა მინიგანერი და გამოიყურებოდა ძალიან უცნაურად. შენ შეგიძლია იფიქრო, რომ კოდს და Bulls აქვს ერთნაირი დაღები, მაგრამ ეს ასე არ არის. აი ეს სკინი ისევ იყენებს ძველ Bully-s მოდელს. Bully-s ეს სკინი ისეთი ცუდი იყო, რომ Supercell-ს მოუწია მისი მთლიანი რემოდელი. Brocky Postal Brocky არის ერთადერთი Power League სკინი, რომლის შეძენა ამ მომენტში შესაძლებელი არ არის. Brocky-ის სახელი თამაშის ფაილებში არის Rocket Girl, რაც ნიშნავს იმას, რომ თავიდან ის უნდა ყოფილიყო გოგო. Super Ranger-ი Brocky არ არის კავშირში ამ შოუსთან და არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სკინი თამაში. ცეცხლი, რომელსაც ის ტოვებს ყოველი გასროლისას, ადრე იყო მისი Star Power-ი. მოგვიანებით კი შეანაცვლეს და ახლა ისედაც ტოვებს ამ კვალს. მისი გაჯეტი არის ერთადერთი თავის კატეგორიაში, რომელიც უკან აგდებს მოწინააღმდეგეს. ზევსი Brocky სკინის ხრუბელს ადრე ქონდა სხვანაირი ტექსტურა. მოგვიანებით კი შეცვალეს უფრო ბუნებრივი რომ ყოფილიყო. Brocky ადრე იყო sharpshooter-ი, ახლა კი არის damage dealer-ი, რაც სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. Brocky-ის სათვალის ბრენდი განსხვავებულია ბაზის სათვალის ბრენდისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ Star Park-ში არსებობს სხვადასხვა სათვალის მაღაზიები. Super Ranger Brocky იყო პირველი სკინი, რომელიც შეგეძლო აგეღო Brawl Pass-ის პირველი თაიერიდან. ბეტაში Brocky Super-ის გამოყენებისას ისროდა მხოლოდ 6 რაკეტას. Brock-ს გაუკეთა რემოდელი, მაგრამ ამან იმდენი ნეგატივი მიიღო, რომ მათ დატოვეს მისი ძველი ვერსიაც და ახალი ვერსიაც სკინების სახით. Hypercharge-იანი Super-ის გამოყენება უარესია ჩვეულებრივ Super-ზე, ამიტომ ჯერ გამოიყენეს Super-ი, შემდეგ კი ჩართა Hypercharge Damage-ისთვის. Brocky იყო პირველი ბრაულერი, რომელსაც ჰქონდა 4-ჯერ გასროლის საშუალება. Brocky-ის სპინებს აქვს განსხვავებული ვარცხნილობა. RGB Brocky სკინი არის ერთადერთი სკინი, რომელსაც აქვს RGB ფერების ეფექტი. მაპატიეთ, შეიძლება ვცდებოდე. Brocky არის ერთადერთი ფერადკანიანი კაცი თამაში. მის ერთ-ერთ სკინში ცეცხლის ეფექტები მძაფრდება და ასე გამოიყურება. Super Ranger-ის Brocky სკინებში მის იარაღს აქვს ემბლემა, რომელიც ემთხვევა მის თავზე არსებულ ემბლემას. Brocky არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ბრაულერი თამაში. როგორც ხედავთ, Brocky-ის ყველაზე ცნობილი დეტალი არის მისი სათვალე, მაგრამ იცოდით თუ არა, რომ ბეტაში მას სათვალე სულაც არ ჰქონდა. გამოიწერა იარაღი მეორე ნაწილისთვის.